მოგესალმებით, მეგობრებო. შეიძლება მივხვდეთ უკვე, ხო? კი, ხვდებით ხოლმე უკვე. მიგაჩვიათ მეც, ხო? ოპა. სისტემას რომ ამოვაჭრათ ამასობაში ნახევარზე მეტი, ხო? ფაქტიურად ეს ფიქსი არაა. ეს არის ფაქტიური მაჩვენებელი იმის. ხო? ხარჯები ნახეთ ახლა. ეს 1700 ლარი მე მგონი ეს პატივცემული სამსვლიანი ამასობაში სტატუსით ხო ეგეწოდებული, ხო? ძალიან ბევრი ეკითხებია, ხო? ამასობაში ეგეწოდებული სტატუსით, ამას აქვს სამსვლიანი შეერების სტატუსით თქვენ წარმოიდგინეთ, ხო? ნავისვეთ რანაირად. ნასოსის სისტემის კლაპნები, შემავსებელი ავტომატიური, რა ვიცი, ხო, ნახეთ. აი ხარჯი თქვენ თუ შეგიძლიათ ხო წარმოიდგინოთ 2 30 წელი კლაპანი, ავტომატიური შევსება მაგარია. ერთი ფაქტიურად 1500-2000 ლარი აგირდებს უკვე, ხო? პატივცემულობ 2000 ლარი აგერ უკვე, აი, ხო? დასკვი ამას ჩვენ ენაზე ტაჩკა. საკვები, ხო? საკვები საწყისი როგორც ყოველთვის, ხო? საწყისი, ხო? აქედან თუ არა ეგეწოდებული ბაზისი აღებული, ხო? არაფერს არ გვიშველება. ამასობაში ხა ფაქტიურად რომ თქვათ, რომ პრობლემა თუ რაში მიმდინარეობდა, ხო? ამასობაში ეს ბეშოგონია, დასავლური ცივილიზაცია, ქართული ცივილიზაცია ჯობიო, ხო? ცდებით პატივცემულებო, ვინაიდან აი ჩემს სფეროში ნამდვილად ვერ ჯობია. არ ვიცი, ვის სფეროში ჯობია და რატო ბაძავთ აი პატივცემულებს, იმიტომ რომ აი ეს არსებული პრინციპში პროექტი კი ბატონო, ბოდიში და ფეხებზე სულ დაიკიდოს მემონტაჟემ და კოპირება გააკეთოს, აი, ხო? სრული ფიქცია, ამასობაში გათხოვა წყლის სისტემის სქემატური ნახაზი. სქემატურ ნახაზში უნდა იყოს განსაზღვრული ეგრეთ წოდებული ჰიდრავლიკა, აუცილებელი ფაქტორი. ამასობაში როცა ორ ქვაბს ვამონტაჟებთ, ამასობაში ეს მესამე პატივცემული აქ კიდე დიზელის ქვაბი იქნება ალტერნატივა. ხო, ისმის შეკითხვა რატო არის, ხო, ეგრეთ წოდებული თერმიდრული სისტემა, ქვაბი პლუს ქვაბი და ერთიან სისტემაში, როცა არის სამი სართული გაერთიანებული. მოთხოვნილება არ ვიცი რა, ხრიკი არის ავტომატიური შევსება. არასოდეს არ უნდა იყოს სისტემაზე, მით განსაკუთრებულად კონტროლის გარეშე. ამასობაში ხო ეს არსებული როცა უკვე მემონტაჟს აიღებს და კოპირებას გააკეთებს, ჯერ ესეთ მემონტაჟებს გეხებათ. კოპირება არასოდეს არ უნდა განახორციელოთ. როცა ის არ ექვემდებარება, ხო? და ამასობაში რო ექვემდებარებოდეს, ექვემდებარება თუ არ ექვემდებარება. ამასობაში გათვითცნობიერებაც უნდა ქონოთ, განათლება უნდა ქონოს შესაბამისი და აი ესეთი სახის პროექტს, ხო? მე პირობითად არასოდეს არ გავაკეთებ და არც განახორციელებ. პირობითად ამაზე ვიტყოდი მე უარს, ვინაიდან როცა ბოილერი და ამასობაში შეჩეული არის ორკონტურიანი 2 ცალი ქვაბი, ხო? როცა ამასობაში შეიძლება ყოფილიყო, ხო? 1+1 და ჯანდაბას, ხო? ის სტატუსი როცა დაუშავდება ბოილერს და მომსახურების სტატუსით, კი ბატონო შეიძლება ყველაფერი განხორციელდეს, მაგრამ შეიძლება გაკეთებულიყო ორკონტურიანი ჯანდაბას ეს სტატუსით რომ ცხელი წყალი ქონდეს, მაგრამ ამასობაში ერთკონტურიანი ქვაბი, ხო? ესე იგი, კონკრეტულ შემთხვევის მიხედვით რომ ვიმჟეროთ, იქნებოდა ერთკონტურიანი პლუს ორკონტურიანი ქვაბი. პლუს ბოილერი, ამასობაში ორკონტურიანი ქვაბი პლუს ორკონტურიანი ქვაბი, ეხლა ამას ყველაფერს საქვაბეზეც ვიხილავთ და ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ხო? მიზი აზაზა. და ვიცი, ასეთი ჩვევა მაქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უქმდება და აი, პროექტი. შეიძლება ითქვას, ხო, აი პროექტი, პირველადი მეორადი წრე, სადაც მუშაობს, ჰიდრავლიკა არის გახსნილი, ამასობაში 35 კილოვატიანი, 35 კილოვატიანი ქვაბი, ხო, მუშაობს თამამად, როცა წრეში ტრიალებს მუდმივი ხარჯი, ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ნებისმიერი მანიპულაცია ჩავატაროთ. მით უმეტეს, როცა გვაქვს ხელეთის მოხმარება, ბოილერი, აგე პაჟალოსტა როგორც სიტყვიან პრინციპში მიიღეთ და ამასობაში ორკონტურიანი ქვაბებია. ის ალტერნატივად ცხელი წყლის ბოილერს ამასობაში რაღაცა თუ დაუშავდა, უკვე გვაქვს ხო 1+1, ანუ ცხელი წყალი გვაქვს დეფიციტის გარეშე. კონტური მეორე, ეს არის სამსართულიანი ფართი, უკაცრავად, მაგრამ ფართის ჩვენების უფლება არ მაქვს, ხო? დასავლური ცივილიზაცია არ გვაძლევს ამის უფლებას, ხო? უფლებას არ გვაძლევს, ხო, როგორც ყოველთვის, რა ვიცი. ხო, და ამასობაში გვაქვს გამიჯნული კონტური, პირველადი მეორადი წრე, ბევრს უკვის ხომ რაად მუშაობს, მაგრამ მუშაობს. ჰიდრავლიკა არის დამოკიდებული ყოველთვის განათლებაზე. ჰიდრავლიკა განათლების გარეშე არ არსებობს, ვერ იარსებებს და მაგითო. ამიტომ კონტური პირველი არის ყველაზე ცხელი მოხმარების, ხო? აი, შეგიძლიათ დავარქვათ, ხო, ბიზია ზაზას გათხოვა წყალმარაგების პროექტი, გადაიტანოთ იმ დასავლურ, ხო, რა ვქი, პროექტებში და განახორციელოთ, კაცო, იმუშაოს და დააწერეთ ჯანდაბას უკვე დასავლური ცივილიზაციით, ხო, დასავლური ცივილიზაციით მითითებული პროექტი. დააწერეთ, კაცო, ჯანდაბას, არა ვარ მე წინააღმდეგ, მაგრამ ეს პროექტი და ამასობაში ზაზას პროექტი მუშაობს. ეს ფიქციური პროექტი ვერ იმუშავებს, ხო? ვინაიდან ახლა ის არის ქაოსი. აი, ეს არის ქაოსი. თუნდაც იმიტომ რომ მოთხოვნილებაში როცა ადამიანებს მითითებული აქვს საძინებლებში წარმოიდგინეთ, ეს არის პროექტი, ხო? აი, ხო? აღარ მინდა იქ ხა ჩავწდენ, კი ბატონო, ყველა სულ წერტისა და სამზარეულოს ამასობაში გათვალისწინებული აქვს და ამასობაში საძინებლებში აღარ მინდა ხა მაგის მოძიება, გათვალისწინება იმისა, რომ ვენტილაცია არ მუშაობდეს, რაღაცა ნონსენსია. პირველი კონდიციონირება უნდა იყოს აუცილებელი თურმე მოთხოვნილება და გათბობა არა პატივცემულობო, ჯანსაღი ეგრეთ წოდებული ვენტილაცია.
განდაბას ეს დასავლური ცივილიზაცია არის, ამასობაში ეთყობა ჟანგბადი არა აქტუალური. ამიტომ 1+1 თარგმნიდებული პირველად მეორე წრე, კონტური 1 ეს არის ყველაზე ცხელი ბოილერი და ამასობაში ეს არსებული ნასოსი. ეხლა ამას ფიზიკურადაც გაჩვენებთ. განხორციელდა არსებული პროექტის გადაკეთება. ამასობაში თერმოსტატით ვინაიდან არც საჭიროებს აი ზუსტად ის სამსვლიანი წეღა რაც იყო ჩაკვეტებული 700 ხო 650-700 ლარი არის ფიქცია არაფრის მომცე ვინაიდან არსებული აი მანძილზე არის წნევა გარდატეხა უბრალოდ ნაპორის მიზერული ამიტომ არ განხორციელდება ეგრეთ წოდებული ცირკულაცია გარდა ერთისა როცა სანამ საცირკულაციო ტუმბო არ ჩაირთვება ამიტომ არსებული თერმოსტატით როცა გაითიშება ეს არსებული პატივცემული საცირკულაციო ტუმბო აქ წრეში ცირკულაცია უბრალოდ კონტურში არ განხორციელდება და იმუშავებს წრეში ხარჯი და ხარჯი ამასობაში კიდე გვაქვს სამსვლიანი ვინაიდან ახლა როცა გვაქვს ორკონტურიანები მაგიტომაცაა მავნეობა ორკონტურიანი ქვაბის ვინაიდან აუცილებელი აქ უკვე ოპცია არის რომ ამუშავოთ მინიმუმ 65-70 გრადუსზე ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ბოილერში ცხელი წყალი ამიტომ 65 გრადუსი რომ მოვაზავოთ 60 გრადუსიანი წყალი და ამაზე გავჩერდით ხო? ანუ ცხელისწყლის მომზადება ვინაიდან დამოკიდებული ვართ უკვე ბოილერის კი ბატონო ბოილერი ეს არის ცხელისწყლის მომზადება ამიტომ ორკონტურიანი ქვაბის მავნეობა ამაში გამოიხატება ვინაიდან უკვე ის 45 გრადუსით ვერ მოგართით ხო? ამასობაში უნდა ქონდეს აქ 50-60 გრადუსით გაცხელებული წყალი არის სანიტარული ნორმა და მაგიტომ ხო? დავანებოთ ხა იმ ლეგიონელას თავი მაგრამ სხვადასხვა ლეგიონელა ბაქტერია რომელიც ხო? მავნეობას წარმოადგენს ავტომატს არა ის ეგრეთ წოდებული ბაქტერია უნდა განადგურდეს ამიტომ აქ გვინდა არ გვინდა უკვე ორკონტურიანი ქვაბები გვაქვს და მაგიტომ უნდა ქონდეს მინიმუმი 65 გრადუსი ან 60 გრადუსი რომ მივიღოთ 50 გრადუსით გაცხელებული ერთ-ერთი ვერ მივიღებთ ჩვენ 60 რო ქონდეს აი აქ ქვაბის კონტურში ვერ მივიღებთ აი აქ ბოილერში 60 გრადუსს ამიტომ უნდა ქონდეს 65 ორივე ქვაბზე ვინაიდან წრეში უნდა ქონდეს მუდმივი მოძრავი 70 გრადუსი მაგრამ აქ უკვე ამ სიტუაციაში სამსვლიანი ეგრეთ წოდებული შემრევი თერმოსტატიკური სამსვლიანი კლაპანი ვინაიდან სისტემას სჭირდება ხო სისტემას ეს უკვე ფარს 45 ხო 55 გრადუსი და ასე შემდეგ ამიტომ თერმოსტატიკური თავაკიც 70 გრადუსიანი ეგრეთ წოდებული გრადაციით მაგრამ აქ ყოველთვის გჭირდება 50-60 გრადუსი ესაც შეეხება პროექტს ამაზე ვთქვათ ზადასავლური პროექტი ხო ზადას პროექტი მუშაობა და მაგიტომ არ ვიცი ამბიციების არ აქვს ამის ამასობაში ხა ამ სიტუაციაში უკვე ხო ჩაემატა რა თქმა უნდა ყოველთვის ვიყენებ ამაზე რეკომენდაციის გარეშე ამასობაშია ვილო 1 ვილო 2 ვინაიდან სიშველი ნასოსი ჩვენ გვეძლევა საშუალება რომ манипуляცია გავახორციელოთ ნებისმიერ სისტემაზე აი ზუსტად ეს არსებული პატივცემული სამსვლიანი ეს არის კონკრეტულ შემთხვევაში გამანაწილებელი ესე იგი უკვე ჰიდრაულიკურად ის ყოველთვის მონტაჟდება გააჩნია ხო რა ქვია ეგრეთ წოდებული ცივი აბრატკის დაცვა როცა არის მყარსაწვაზე ქვაბი მომუშავე იქ სხვანაირად მონტაჟდება ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება ფიქსირებული ტემპერატურის მომზადება სისტემაში ამიტომ მონტაჟდება ეგრეთ წოდებული უკუსვაზე ხო იქ შენიშნავს რომ mazliet ხომ აბრატკაზე არა კაი უკუსვაზე იყოს თავარი იმუშავოს პადაშა იქნება თუ აბრატკა ამასაც უკვე მნიშვნელობა ეძლევა სიშველი ტუმბო კიდევ ჯერ ვიზახი ვინაიდან უკვე ნაპოლი დამოკიდებული არის ხარზე ხარს გვაძლევს ფართი ფილტრი ხო 1 და არა 30 ცალი ერთი სისტემური ვინაიდან ეს არის მთავარი წრე ხო ვინაიდან ესა უკვე არის აღბეჭდილი ხო პროექტი ანუ 1+1 ხო ჩემს მნიშვნელობა რა აქვს რა ბრენდის ქვაბი იქნება 35+35 კილოვატი ყოველთვის წრეში მუდმივი მოძრაობის ეგრეთ წოდებული უკვე ფიქსირებული სიმძლავრით და უკვე ფარს ამდენიც არ ჭირდება მაგრამ ამასობაში ზაფხულში კიდე შეგვიძლია რომ ერთი ქვაბი გავთიშოთ ამასობაში კიდე ალტერნატივა გვექნება ვინაიდან 35 კილოვატიანი ქვაბი არსებული პატივცემული ბოილერისთვის ის ბოილერი არის ცხელისწყლის მომზადებისთვის არის გადამეტებული საკმარისია იმისთვის და მაგითო 30 კილოვატი საკმარისი არის არსებული ბოილერის მოთხოვნილების შესაბამისად თქვენ წარმოიდგინეთ გახარჯვაზე რომ მივიღოთ ცხელი წყალი გროფოს ეგრეთ წოდებული ნასოსები ხო ეს კი ბატონო ეს არის კონტური ზუსტად ვაკვირდებით ხო აი პირველადი მეორადი წრე აი იმ კონტურში აი იქ მე არის სამომავლოდ აი გავჩვენებთ სამომავლოდ არის გამზადებულია ხო ეგრეთ წოდებული უკვე მიწოდება და უკუსვა აი იქ იქნება ალტერნატიული ეგრეთ წოდებული დიზელის ასეთი მოთხოვნილება და მაგითო დიზელის ქვაბი მაგრამ ეს უკვე შემოვა კონტურში ნუ ეს აგიდავრიკულად ეს ყველაფერი უკვე წარმოდგენილი არის მშვენივრად გადაკეთების სტატუსით რატომაც არა ჩვენი გადაკეთებული არა სხვადასხვა და ეს ამასაც მივესალმები რუსა დირექტივა მოხდა განხორციელდა ამასობაში კორექტირება და სისტემა აღორძინა ეს გამარჯვებაა მეტი არაფერი აი ზუსტად ეს არსებული პატივცემული თერმოსტატი რომელიც უშუალოდ თიშავს აი ის არის ჩათვალე თქვენ უნდა ვაგიხსნათ ეს არის ცხელი წყლის მომზადების საცირკულაციო ტუმბო რომელიც წრიდან იღებს იმ ენერგიას რაც ჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში არსებულ ბოილერს როცა მივა იმ ნიშნულზე რასაც მიუთითებ და ამასობაში უნდა მიუთითოთ წეღაროს გამარტე მე 50-55 60 გრადუსით უნდა იყოს კვირაში ერთჯერ ის პატივცემული საცირკულაციო ტუმბო გაითიშება პლუსი ამ სისტემის
თქვენ წარმოიდგინეთ კიდე იმაში მიმდინარეობს, რომ ის ნასოსი ჩაირთვება თუ არ ჩაირთვება, ხო? სისტემას არაფერი არ მოაკდება. გვახსოვს ხო ორგოტორიანი ქვაბის ხარვეზობა, ყოველს ამას წარმოადგენს ვინაიდან მაგის დანიშნულებაც ესაა, ხო, როცა გათბობა, როცა ხელისწყლის მომზადებაზე გადავა არსებული პატივცემული ორგოტორიანი ქვაბი, ანებებს თავს გათბობას და ამზადებს ხელისწყალს, ვინაიდან მეორე კონტურიც ხელისწყლისაა გათვლილი. და ამ სიტუაციაში თქვენ წარმოიდგინეთ, ეს დეფიციტი არ გვექნება, ვინაიდან ეს პატივცემული ზამთარში, ხო, ახლა გათბობა ზამთარში გვაქვს და ზაფხულში არ გვექნება. გასაგებია, რომ ზაფხულში ის პრობლემა ისედაც არ გვექნება, მაგრამ აი ზამთრის პერიოდში, როცა ეს არსებული პატივცემული სიშული თუ სისტემას ამარაგებს და მუშაობს, როცა დაიწყებს ხელისწყლის მომზადებას, გვაქვს არსებული ფიქსირებული სიმძლავრე, ვინაიდან 70 კილოვატი, აი გადამეტებული არის არსებული ფართისთვის და იმ რადიატორების რაოდენობაში თქვენ წარმოიდგინეთ, რაღაც რამდენი ცალი არის სიმავს რაღაც 35 მეგონი ჯამში რადიატორი, ტანკები. ეგონი რომ შევას ვიხილავთ მაგასაც, ხო? ამასობაში ეს არსებული სისტემისთვისაც გადამეტებულია, მაგრამ სიშული სტატუსით ჩვენ ხელში აქვს, ხო? манипуляციების ჩატარებით. და ფიქსირებული ტემპერატურის მომზადებით, ამიტომ სისტემა არ ჩერდება, ხელისწყლის მომზადება გვაქვს ფიქსირებული ტემპერატურით, გაჩერდა ნასოსი ეკონომია მივიღეთ, ვინაიდან პირველ სიჩქარეზე თუნდაც 50 ვატი საათში. აი ეს პატივცემული რეცირკულაციის ტუმბოს იმედოვნებ, რომ დირექტივა უკვე მიღებულია. უნდა შეიცვალოს, ვინაიდან 50 ვატი, ეს იგივე რეცირკულაციაზე ამასობაში ეს არსებული პატივცემული, ხო, არა რეცირკულაციის გათვლილი, ვინაიდან არის ეგრეთ წოდებული შიგთავსი 2G-ის, ამიტომ უნდა იყოს ლატუნის. აი ეს არის თქვენაზე ლატუნი. აქ უნდა იყოს დამონტაჟებული რეცირკულაციის, ზუსტად ამ კლასიფიკაციის სიშული ის 5 ვატიანი წარმოიდგინეთ, ხო, 5 ვატი, ხო, 15-იანი ნაპორით, ეს არის 25, 16-მეტიანი ნაპორი, ძალიან ფარს ყოფნის, არსებულ ფარს. ხო, ეხლა დანარჩენი ეს ყველაფერი, რავი, მოთხოვნილება არის ასეთი, მოთხოვნილება თუ არ უკვე ჩამოყალიბებული, უკვე ესე იგი ადამიანი ამას ითვალისწინებს, კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს რეგულირებადი, ვინაიდან ეს არის ავტომატური შევსება, მაგრამ წინ შესვლა ყოველთვის უნდა იყოს დაკეტილი, გამიჯნული უნდა იყოს. ვინაიდან სისტემაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამასობაში თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, გაღებული ონკალე გვაქვს, წრევა დაეცა ავტომატურად გაიხსნა შევსება და ფარში რა მოხდება, მეგონი წარმოგიდგენიათ. არსებული ტუმბო, ხო, ბევრს დაებადება ახლა ეს შეკითხვა რა არის, წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ბოეპასი, ხო, თქვენ ენაზე ჯიბე. წარმოადგენს იმას, რომ ყველაფერი, ხო, ის სიტუაციას გათვალისწინება, რომ მოკვდეს ყველაფერი, ну, ჭყალებში მოკვდეს, ერთი ქვაბის გაჩერდეს, მეორე ქვაბის გაჩერდეს, ამასობაში ნასოსის დაიწვეს ის. მეგონი როდის იქნება, ხო, სიმონის ეს სიტუაცია. პირველი ამის ნასოსის დაიწვეს. ამის ნასოსის რა დაიწვეს, აუცილებელი მოთხოვნილებაა ეს. და მხოლოდ მე ამის შემდეგ უკვე იღებს ეს პატივცემული მონაწილეობას, ხო, ეს სუპერ დაზღვევა არის. რა ვიცი, მეგონი ესეთი სიტუაცია, ერთი 200 წელი რომ ველოდოთ არ ჩამოყალიბდება, მაგრამ რატომაც არა იყოს. ხო, ახლა სისტემური ეგრეთ წოდებული სტატიკური წნევის ხარვეზობაც იყო აქ, ვინაიდან დაშორება ჰორიზონტალური საქვაბი არის განცალკევებული, აი ეს ძირით გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ მაქვს უფლება უკაცრავად, აი დაშორება რაღაც 1.7 მეტრაა სახრამდე და მეორე უკვე ვერტიკალი არის. ამიტომ ეს ის უკვე სტატიკური ეგრეთ წოდებული წნევის ცვალებადობა არის. ამიტომ ყოველთვის ბალანსი უნდა იყოს. საერთოდ რა უნდა იყოს სისტემაში, ეს არის აუცილებელი მოთხოვნილება. სტატიკური წნევა ყოველთვის უნდა იყოს განსაკუთრებულად როცა გვაქვს, ხო? მაღალი სართულები, მეორე სართულზე დიდ ხარვეზობას არ წარმოადგენს, მაგრამ მესამე სართულზე ყოველთვის არის პრობლემატიურობა. ამიტომ ეს პატივცემული ისეთ ბალანსში უნდა იყოს, რომ ყოველთვის უნდა იყოს ნაპორის მიწოლა, კი ბატონო, წნევის მიწოლა ამ შემთხვევაში და არა ნაპორის, წნევის მიწოლა მესამე სართულზე. ფაქტიურად მესამე სართული დაკეტილი იყოს წნევის, ამას ქვია წნევის ჯიბე, რომ სტატიკური წნევა არ დაეცეს. და ჰაერები პირიქით უკვე არ შემოვიდეს სისტემაში. 13 არაფერი, ხო, ახლა აქ დირექტივა გადაკეთების სტატუსით განხორციელა, კიდევ ჯერ ვიზახე ეს უკვე ზუსტად იმ პროექტის შესაბამისად იყო, რაც უკვე გაჩვენეთ, პირველი ხო, რომელიც არ იმუშავებდა, ვერ იმუშავებდა, ვინაიდან გიდავიკული მხარე, გიდავიკული სისტემა ნებისმიერი მუშაობს, მაგრამ არანაირად მუშაობს. აი ეს არის საკითხი. ეს არის, ხო, ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის მთავარი დიდი კითხვა, ძახელის ნიშანი და კითხვა. ვინაიდან სისტემა უნდა იმუშაოს, აი ზუსტად მე შემეკითხებით ასეთი სტატუსით, ვინაიდან ყველაფერი გათვლილი არის. თუნდაც დიზელის ქვაბი, ხო, შემოვა წრეში და არაფერი არ ხდება. წარმოიდგინეთ არაფრის გაკეთება ახორციელება, ვინაიდან არ ხო ესეთი სიტუაცია არ ჩამოყალიბდება, გამორიცხულია ვინაიდან ახლა ორი ქვაბის შემთხვევაში, ქვაბი რომ გავიდეს შესწავლაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, მითითებული მაქვს პადმინიუში ეგრეთ წოდებული პრინციპში ეს გამახორციელოთ, რომ ნასოსი არ გაითიშება. ანუ გაზი წავიდა, ნასოსი მუშაობს და მთავარია წრეში ნასოსმა იმუშაოს. ასე გავაგრძელოთ დაუშვათ ის ნასოსის და ეს ნასოსის, მაგრამ ახლა პირველი კიდე ერთი დაზღვევა ისაა, რომ დაუშვათ კი ბატონო, ახლა ის ნასოსი გაითიშა. გაფუჭდა, გაითიშა და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ წრეში ხარჯის შესაბამისად
ერთი ნასოსი საკმარისია, ვინაიდან წრეში წინაღობა არ აქვს და პატივცემულ 35 კილოვატიან ქვაბებს აქვს 6 მეტრიანი ნაპორის ნასოსი, რომელიც გვაძლევს ფაქტიურად 3.5-4 კუბს, ვინაიდან წრეში წინაღობის გარეშე მოძრაობს და ამასობაში სისტემას სჭირდება, აი ხო, მაგიტომაცაა, ხო, ბევრი მეკითხება, რანაირად უნდა შევადაროთ საცირკულაციო ტუმბოები, ერთ შარასოდეს არ უნდა შევადაროთ, ვინაიდან არსებული სისტემურს აქვს დიდი წინაღობა, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახი მეგონი რაღაც 39-36 ცალი რადიატორი არის. სექცია კი არა, ცალი. აი დიდი გარმოშკები ხო გადამეტებული არის არსებული ფართისთვის. მაგრამ ამისთვის საკმარისი არის ხარჯი. ბერჯერ თქვი ხო რადიატორის ამასობაში აგ ძალიან ბერჯერ დაისო უკვე შეკითხვების რა არის საჭირო რადიატორმა იმუშაოს. პირველი ფაქტორი ეს არის ეგრეთ წოდებული ტემპერატურული ნაპორი, მეორე ეს არის არსებული პრინციპში იმ ნაპორზე დამოკიდებული კი ბატონო ფაქტიური სიმძლავრე და შემდეგ ხარჯი აი საი მაჩვენებელი და ფიქცია არის ბერსო გონია რომ თურმე ეს დაერთების სტატუსით რადიატორის კი ბატონო ეს რაღაცა მიზერულ სტავკით ეგრეთ წოდებული პროცენტული მიმართულებით კი ბატონო ეგრეთ წოდებული დიაგონალი ითვლება იდეალურად მაგრამ ეს აღაფრის მომცემი არა რადიატორს თუ არ მიეწოდება ხარჯი ფინანს დიაგონალს დავაერთოთ რანაირად სამ დავაერთოთ ის არ იმუშავებს და ხარჯს გვაძლევს არსებული საცირკულაციო ტუმბო და შემდეგ რა თქმა უნდა პრინციპში შემდეგ არა პირველი ეს არსებული სიმძლავრეები და ამ სიმძლავრეებს უკვე ართმევს ეს პატივცემული ასე უნდა მოუფეროთ საცირკულაციო ტუმბო. შეიძლება ითქვას, რომ სისტემას აღერძინებული არის, ხო, ამასობაში კიდე სასიხარულო ის არის, რომ ჩვენს მიერად ჩემი დირექტივით, ჩემი პროექტის შესაბამისად და აი მოხდა ესეთი კორექტირება სისტემის და სისტემა ამუშავდა. მუშა სისტემა, ხო, როცა ცოცხალი არის, კი ბატონო, კუთხის გამოცოცხლება ძალიან რთულია, მაგრამ როცა არის აი ეს დირექტივა პრინციპში და ეს ხაზი უნდა გაესვას პარალელი. აუცილებლად გამოსწორების სტატუსი როცა არის სისტემა, ის ყოველთვის გამოსწორებადია და მაგიტომ ფაქტის სახეზე არის. კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე. აი რადიატორები ხო არ ვიცი ხო ნახეთ ახლა არსებულ ფარში საძინებელში წარმოედგინეთ მაგრამ ისე კაია ხო როცა საშუალება გეძლევა 1 2 3 რადიატორი რომელიც სართულს ეყოფა და როგორც თქვი მეგონი გაუკვიდათ ამასობაში მეგონი გასაკვირი არაა იმიტომ რომ მესამე სართული მკვდარი როცა არის ამასობაში ბაბა ხო ეს თოვიზორი არა სამარიაჟო მეწმუნეთ ხო ეს არის აი ზუსტად მაჩვენებელი იმისა რომ მე რასაც ვიზახი ეს ასეა. ო მეორე. ეხლა აქაც მოგვინდება უკვე ამასობაში სართული არ მუშაობდა. მაგრამ აუცილებლად მოგვინდება თერმოსტატიკული მართვა, იმიტომ რომ შემაწუხებელი იქნება ნამდვილად. აი ნამდვილად შემაწუხებელი იქნება. მეწუნეთ აქ იქნება აი სამზე ჯეჯურობით ხო დავჯერდა უკვე დამკვეთი და აი უკვე დაიწყო ხო თერმოსტატიკული მუშაობა, თერმოსტატიკული თავი გვახსოვს ხო კიდევ ჯერ ვიზახი აი ესაა თქვენი მასე. ფიქსირებული ტემპერატურაზე და განსაკუთრებულად როცა არის მესამე სართულის ეგრეთ წოდებული ჯიბე, აი ამას ქვია ჯიბე და დაიკიდება ყველა კარები. აი მინიმუმი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული რეკუპერატორი. ვინაიდან არსებული კარებების ყველა დაიკეტება. დაიკეტება და მაგიტომ. აქაც თქვენ წარმოიდგინეთ, აი საძინებელში. ნუ არ ვიცი ხო, და შიშის ფაქტორია ეს 100%-იანი, რა ვიცი, ერთი რადიატორი, ორი რადიატორი და თქვენ გონიათ ეს всё, არა ბატონო, აი მესამე რადიატორი. ხო, რა ვიცი, არაფერი არ მუშაობდა და ეთქობა ჩვენი ეშენია სისტემას. ხო, ერთი რადიატორის გაგუგუნებულია. აქ თერმოსტატიკულები არაა და მაგითო ახლა ჯერჯერობით. მეორე რადიატორიც, ვაგვირდებით, ხო? ბალანსირებით და მესამე რადიატორი, ხო, ეს ჩემი სიმაღლის რადიატორია. ეს ის ამასობაში. ეს მესამე სართულია. მესამე სართულის ხო, ფაქტიურად ეს ერთი ეს რადიატორი ცხოველები რო დაუყენოთ აი ამასებული ეგრეთ წოდებული კარადოს ესაა კოლექტორი ხო 18 რადიატორი აყენია მესამე სართულზე 18 ეს 18 რადიატორი ზღვარზე ეს არსებული ამას შეხედეთ ხო აი კოლექტორიდან ამ ხედა სითბო გამოდის კიდე ხო შკაფიდან ეს იქნება ფაქტიური ერთი დიდი რადიატორი რომელიც აი სართულში საკმარისი იქნებოდა და არა ეს სამი ხო შემოდივართ აქ საძინებელში და აქ უკვე არ ვიცი აქ რანაირად უნდა დაიძინოს ადამიანმა ერთი რადიატორი და კარებთან მეორე რადიატორი. ხო, ეს პატივცემული უფრო აი ეს პატივცემული უნდა ყოფილიყო აი აქ. ვიტრაჟთან. მაგრამ ეგ არაფერი კაცო. ხო, ესეც იმუშავებს და მუშაობს. ესეთი მიმართულებით ერთიც და მეორეც, ხო? კი ბატონი. და ეს კიდე ერთი საძინებელი და აქაც სამი რადიატორი წარმოიდგინეთ 1 ხო 2 ანუ უნდა მოიხარშოთ 3 კი ნამდვილად მოიხარშებიან ჩვენი ევროპული კავშირი ევროპელი ძმები ხო კი ბატონო რატომაც არა ხო აი ასე ხო ევროპას აი ასეთი სითბოთი კი ბატონო დავხვდებით რატომაც არა ხო
დათმუნებული არა, ტაშკენტით უნდა დავხდეთ, საბჭოთა კავშირის ტაშკენტით, ევროპას, კი ბატონო, რატომაც არა. აი ასე. ეს მესამე სართული. აქ შეუძლოთ ვარ მეუღლე, თორე ამომეხუთება სული. ჩავდივართ მეორე სართული. ნუ მეორე სართული ფაქტიურად. მეორე სართულის კუხნა. მეცმუნეთ, აი ესეთი დიდი ვიტრაჟები ზღვარზე. ხო, წარმოიდგინეთ, ხო, ერთი რადიატორი, აგერო ესეც კაშკაში რო გაუდის თერმოსტატიკული, აუცილებლად. ამასობაში ერთი კიდე აი ესეთი, ხო, მაღალი ბარაქიანი ორი და აი ესეც მესამე შემოსასვლელში, ხო, კარებზე. ეს მესამე აქ. აი ეს მინი პრინციპში ვენტილირება. აი მშვენიერი იქნება, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხო, აი ეს ფართი რაღაც 1.20 კვადრატამდე არის. ნახეთ, 1 2 3 თქვენ ვერათ всё მორჩა არაპატივცემულებო კარებდანაც ძალიან კარგი გეკითხებაში იმდანაც ეს 4 იყოს ამასობაში ცოტა ხანი ბაბა თერმოსტატიკულებმა დაიწყო ახაც მუშაობა თერმოსტატიკულებმა არ იყენოს აქ არ ვიცი რა მოხდებოდა ხო არ ვიცი ეს სიცხეს არა სიცხე რანაირად უნდა აიტანოს ადამიანმა არ ვიცი არც აქ არ ვიცი ხო იმიტომ რომ აი ეს აღარ თქვი ხო ვენტილაცია არა გათვლილი პატივცემულებო და აბა რა თქვი რა ვენტილაცია ხო ეთქობა კონდიციონირება გათხოვა ევროპული მოთხოვნილებით ხო და ამასობაში მე ეს ანალიზი ცივსერში იმდენი რადიატორები ხა მეორე ოთახში გადავინაცვლოთ მეორე თქვენ წარმოიდგინეთ ხო სართულს აი მთლიან სართულს ეყოფა აი ეს 1 და პლუს 2 აი გაიკურდებათ ხო მე მგონი უმეტეს სახანს მე ხარზე დაგიდგათ ამასობაში რაღაცეთი 12 კვადრატია ხალხო 12 კვადრატი და ამასობაში აი ეს უკვე თერმოსტატიკულაციო უჭირს აღარ მინდა იყვირის რადიატორი შეწუხდა მე მგონი თვითონ თავად შეწუხდა ეს გაითიშა უკვე გაითიშა აღარ მინდა უმუშაობო აღარ მინდა ეს ევროპელები აღარ დააძალებენ რა ქრას ამ დალოცილმა გაითიშა ტემპერატურა ტაშკენტი არის და აბა პარიზის ტემპერატურა ეთქობა სხვა არის ამ ბონის იქ თურმე გერმანული სტანდარტი სხვადასხვა 18 გრადუსია და რადუსივად ახლა ჩამოდიან და ეს კორიდორი ეს კიდე ხო არაფერი მაგრამ ეს არაფრის მაქნისი არა ვინაიდან იქ შემოსვლაში არის და კოლექტორი ერთი დიდი კოლექტორი კიდე ესე იგი სართული რამდენი გვაქვს ავითვალოთ ესე იგი 2 4 6 8 10 12 რადიატორი პირველი სართული 18 რადიატორი მესამე სართული ეს არის რაღაცა რაფია ტაშკენტის არა აფრიკა უკვე აი აფრიკის სტატუსით აი ეს ერთი დიდი რადიატორი აქ გვაქვს